C'est le jour et nuit, cette terre n'est pas née d'aujourd'hui. ეს ფრანგი ქალბატონი ჯერმენია. ამჯერად მარნეულში ცხოვრობს და დროდადრო წარმოდგენებს მართავს. მათ შორის ერთ-ერთი წარმოდგენა ჰექსიპერის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამართა. Comme si tout le monde pensait défiler. მადამ ჟერმენის უკან მარნეულელი ხელოვანი არმენ ოგანეზიანი დგას, რომელმაც სწორედ ჰექსიპერის პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით კაფე სახელოსნო დააფუძნა, სადაც შესაძლებლობა გაქვთ თოჯინების თეატრალური წარმოდგენები ნახოთ. მის სახელოსნოში შეხვდებით კინტაურის, ჯეირანის მოცეკვავეებს და მომღერალ მგელს, რომელიც ანტონიო ბანდერასის ერთ-ერთ ჰიტს ასრულებს. ჰექსიპერის რამდენიმე წლიანი პროექტი 4 კომპონენტს მოიცავდა: სამოქალაქო საზოგადოების და აქტივისტების, მცირე და საშუალო ბიზნესის, მედია ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას და ჩართულობის ხელშეწყობას. პროექტის ორგანიზატორებმა და ჩართულმა მხარეებმა აქტივობები შეაჯამეს. ყველა კომპონენტი მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე, სრულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიღწეულია ყველა მიზანი, რაც ჰქონდა პროექტში დასახული. მსგავსი ტიპის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში ორივე რეგიონზე ვიტყვი მე, რომ დაფინანსდა 69 მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტი და სერიოზული შედეგები მივიღეთ, არა მხოლოდ მათი ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, ასევე ტრენინგებისა და მენტორინგის თვალსაზრისით, რომლებიც გაეწია ამ ბიზნესებს და მათ ძალიან კარგი შედეგები დადეს. პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ჯამში 69 მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსდა. მათ შორის მესხური ფურნე ვიზიტორების გამასპინძლების და მასტერკლასების შესაძლებლობით, საკონდიტროები, პურის საცხობები, წისქვილი, სამკერვალოები, სილამაზის ესთეტიკის ცენტრები და სხვა. გრანტის ყველაზე მცირე ოდენობა 2600 ლარი იყო, ხოლო ყველაზე დიდი 171,000 ლარი.